ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით აღმოაჩინეს მეარაყიშვილის კონტაქტები მდინარაძესთან, ღარიბაშვილთან, ზაქარეიშვილთან და ალასანიასთან. კგბ ირწმუნება, რომ თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებმა სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისთვის დაიქირავეს. რუსეთის 40 წლის მოქალაქე ალექსანდრე კოროვნიკოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა. სავარაუდოდ კოროვნიკოვი დეკემბრის ბოლომდე საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა. გორის მერიაში ფულის ხელზე გაცემის პრაქტიკა გრძელდება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ქართლის ამბები შიდა აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს. აუდიტის შეფასებით ფულადის აღსრების ნაღდი სახით გაცემა კორუფციულ რისკებს შეიცავს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ირანზე თავდასხმა შეუძლიათ მთელ ქვეყანას ამერიკელებისთვის სასაფლაოდ გადავაქცევთ, აცხადებს თეირანის საქალაქო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და შტატებს ემუქრება. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა თქვა, რომ ირანს ბოლო ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად.